დადგა დრო დააგემოვნოს სამზარეულოს ახალი ტექნიკა. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში შეიძინე გორენიეს ჩასაშენებელი ნაკრები და მიიღეს საჩუქრად 1000 ლარამდე ფასდაკლება. მარნეულში რუსთაველის 92 ნომერში გაიხსნა რუსული ლოტო. აქ გელით უფასო ჩაი და ყავა, ჯეკპოტი ყოველ დღე, საპრიზო თამაშები და სასიამოვნო გარემო. გიწვეთ ყოველ დღე და გისურვებთ მოგებას. რუსული ლოტო. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. შეიძინე მარტივად 10 წლიანი სესხი ხელფასის ცნობის გარეშე. დაგვიკავშირდით 277 88 88. ჰუალინგი, ყველაზე დიდი სავაჭრო კომპლექსი საქართველოში. თბილისის ზღვის პლაზა გაიხსნება დეკემბერში. 120,000 კვადრატი ფართობი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ლიფტები, ესკალატორები, საბეჟო ტერმინალი, სასაწყობე მეურნეობა და პარკინგი 5,000 მანქანაზე. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკური ნაწარმი, საყოფაცხოვრებო და ელექტროსაქონელი, ავეჯი, განათება, სამშენებლო მასალები, ავტომანქანის ნაწილები, სათამაშოები, გართობა და დასვენება, კვების ობიექტები. იჯარის თანხა 5.5 დოლარიდან, ფართები 20 კვადრატული მეტრიდან, რომელშიც შედის ცენტრალური გათბობა და კონდიცირება. დაცვისა და დასუფთავების მომსახურება. თავისუფლების მოედნიდან 9 კილომეტრი. დაგვიკავშირდით 2580 580. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის ჩასაშენებელი ნაკრები საუკეთესო ფასად. ულტრათანამედროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. Hualin, Tbilisi denizinin yeni şehri, Aslandel'deydi. 10 illik kreditli əmək haqqı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდი 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ ვესპო გთავაზობთ. ვესპო, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. დააგემოვნე ახალი სამზარეულოს ტექნიკა მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინე ბოშის გასკურები 850 ლარიდან და მიიღე საჩუქრად ბლენდერი, ყავის საფქვავი ან ხორცის მანქანა. Hualing, Tbilisi denizinin yeni şehri. Yeni, optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 2 77 88 88. Marneul'da Rustaveli 92'de Rus lotosu açıldı. Burada pulsuz çay, qəhvə, hər gün jackpot, hədiyyəli oyunlar və məmnun mühit sizi gözləyir. Hər gün buyura bilərsiniz. Qalib olmağı arzulayırıq. Rus lotosu. მარნეულის ბაზარში ერთ-ერთ მოვაჭრესა და მყიდველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფატალურად დასრულდა. როგორც ჩვენ აღნიშნულ ბაზარში გვითხრეს მარნეულელმა ქალბატონმა მალახად მამედოვამ ბაზარში ავტომობილით შესული ერთ-ერთი კლიენტის მიმართ მაშინ გამოთქვა პრეტენზია, როდესაც მან ავტომობილით აღნიშნული ქალბატონის ბოსტნეული დააზიანა. ამ ამბავს სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა, რის საფუძველზეც ქალბატონი ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კამათის და ყვირილის ხმა მომესმა, მერე გავიგეთ, რომ ქალბატონი გარდაიცვალა. არ ვიცი, ამ ბიჭმა დაარტყა თუ რაქნა, ან რის გამო გარდაიცვალა ეს ქალბატონი. ამ ქალბატონს 3 შვილი ყავს, მათ შორის ერთი ინვალიდია. როდესაც აქ მოვედი, შეკრებილი ხალხი დავინახე, ვიკითხე რა მოხდა მეთქი, მითხრეს რომ იჩხუბეს და ქალი გარდაიცვალაო. რატო იჩხუბეს, რა მიზეზით იჩხუბეს, არაფერი არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს.
ის ბიჭი მანქანით იყო შემოსული, გავიგე რომ ამ ქალბატონის ბოსტნეული დააზიანა. ამის მერე ჩხუბი დაიწყო. ქალი შელაპარაკებისას გარდაიცვალა. ხვაურზე მოვედი და სპორი იყო რა, ჩხუბი რა, ჩხუბი არ იყო, დარტყმა არ იყო, უბრალოდ სპორობდნენ რაღაცაზე. ეს ქალი რა ვიცი, ბუნებრივად დაიცა ძირს რა. გული წავოვიდა. მე არ შემინისწავს, არ სიცხლე, არ დარტყმა არაფერი. მე ის და იმას შევესწარი რომ დაიცა ძირს და სასწრაფოს დაუკავშირდით სრაზუ, რაც დაცვას ევალებოდა პატრონს დაუკავშირდით, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, რავი ყველაფერი რაც შეგვეძლო ჩვენ პირველი დახმარება ჩავუტარეთ. აზერბაიჯანელი რეჟისორის იმამ ჰასანოვის ფილმი წმინდა ძროხა ჩვენება მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი აზერბაიჯანული ოჯახი. ფილმის მთავარი გმირი თავდგირი თავის სოფელში ევროპული ძროხის ჩამოყვანაზე ოცნებობს, რათა მისი ღარიბი ოჯახის ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს. მისი ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ტრადიციული მოსახლეობის აღელვების მიზეზი ხდება. უხუცესები სოფელში ასეთი ძროხის ყოლას საფრთხედ აღიქვამენ და ამბობენ, რომ მისი რძე ქიმიური ნივთიერებებით წმინდა ძროხა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უცხოს მიმართ არსებულ ცრურწმენებს. რეჟისორისთვის ეს პირველი ნამუშევარია. ფილმმა საერთაშორისო ფესტივალებზე 3 პრიზი აიღო. ფილმის ჩვენება საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. მინდა აღნიშნა, რომ ფილმი არის დოკუმენტური და შესაბამისად ფილმში მიმდინარე მოვლენები არის რეალური, აღწერს რეალურ მოვლენებს, რეალური პერსონაჟები. ვფიქრობ, რომ სიუჟეტი თვითონ ფილმის არის ძალიან საინტერესო, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, შეიძლება ითქვას და ჩემი აზრით ეს ფილმი ემსახურება გარკვეული აზერბაიჯანული ტრადიციების და ღირებულებების ერთგვარ გადააზრებას და დაფიქრებას. საინტერესო ფილმის ჩვენებას დავესწარით. ფილმი მომეწონა თავისი შინაარსიდან გამომდინარე. ამ ფილმში ასახულია ერთ-ერთი აზერბაიჯანული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება. მადლობა ფილმის რეჟისორს. ეს ფილმი ჩემთვის პირველი სერიოზული ნამუშევარია. ამ ფილმის გარდა 2 მოკლე მეტრაჟიან ფილმზე ვიმუშავე. ამ ფილმმა რამდენიმე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფილმი აზერბაიჯანში ისმაილის რაიონში არის გადაღებული. მინდოდა ამ ფილმით ჩვეულებრივი მოქალაქის რეალური ცხოვრება მეჩვენებინა. ფილმის პრემიერა ამსტერდამში შედგა. ჩემმა ფილმმა 3 პრიზი აიღო. გვინდა რომ ფილმი საქართველოს რეგიონებში ვაჩვენოთ. ხარაგაულის რაიონ სოფელ ზვარეში ჩინურ კომპანია ჩინეთი 23 ბიუროს ტერიტორიაზე საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე. ირაკლი პეტრიაშვილი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საქართველოს რკინიგზასაც აკისრებს. მისი განმარტებით სახელმწიფო სტრუქტურა პასუხისმგებელია ქვეკონტრაქტორი კომპანიის ქმედებაზე. საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით მათი 4 წევრი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე დაშავებულია სოფლის 2 მაცხოვრებელიც. როგორც ცნობილია, ჩხუბის მიზეზი ადგილობრივების მიერ მოჭრილი ხის მასა გახდა. მოსახლეობასთან სიტყვიერი კამათი ჩინური კომპანიის მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან დაიწყო, რასაც შემდეგ ამავე კომპანიის ქართველი თანამშრომლები გამოეხმაურნენ. სიტყვიერი კამათი რკინიგზის პროფკავშირებისა და ჩინური კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია კომენტარისთვის საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა, სადაც კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას თქმით, ჩინეთი 23 საქართველოს რკინიგზის ქვეკონტრაქტორი კომპანია და საქართველოს რკინიგზა ქვეკონტრაქტორისა და მის მიერ დაქირავებული თანამშრომლების ურთიერთობაში ვერ ჩაერევა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 125 მუხლით ცემის ბრალდებით დაიწყო. პროფკავშირებში საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ამ ეტაპზე მუხლის შეცვლა არ იგეგმება. ხარაგაულის სოფელ ზვარეში, სადაც მიმდინარეობს გვირაბის მშენებლობა, ჩინური კომპანიის მიერ, სადაც ასევე დასაქმებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, მოხდა ჩვენი 2 წევრის, გიორგი პირველაშვილის და ბეჟან სალარიძის ფიზიკური დაზიანება ჩინური კომპანიის ხელმძღვანელების და მუშების მიერ. ვითარება იყო შემდეგნაირი: სოფლის მოსახლეობა ტყიდან ეზიდებოდა შეშას, რატომღაც
ჩინურმა კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს იყო მათი საკუთრება და მათი შეშა და სოფლის მოსახლეებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენი წევრები გამოისარჩნენ სოფლის მოსახლეობას და შეეცადნენ, რომ დაეცვათ ისინი ჩინელების აგრესიისგან, რასაც მოყვა მათი სხეულის დაზიანება და ორივე მათგანი, როგორც გიორგი პირველაშვილი, ისე ბეჟან სალარიძე, გადაყვანილი გახლდათ ხარაგაულის საავადმყოფოში. დღეს კიდევ უფრო არესად განვითარდა მოვლენები. ალყაში მოაქცია ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობამ და მუშა მოსამსახურეებმა ჩვენი წევრები და საქართველოს მოქალაქეები და არმატორებით შეიარაღებულებმა, ნაჯახებით შეიარაღებულებმა მიაყენეს შეურაცხყოფა, ფიზიკური დაზიანება და ბატონი გიორგი გოგნაძე და დავით მუმლაძე ასევე გადაყვანილი გახლავთ ზესტაფონის საავადმყოფოში. დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ წინა დღეს დაზარალებული ადამიანებიც, გიორგი პირველაშვილი და ბეჟან სალარიძეც ასევე გადაიყვანეს ზესტაფონის საავადმყოფოში. მდგომარეობა არის შემაშფოთებელი, გახლავთ მძიმე და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს მოუწოდებთ მდგომარეობის განმუხტვის მიზნით დროულად ჩაერთონ და ადეკვატურად ჩაერთონ გამოძიებაში. სიმშვიდის შესანარჩუნებლად საჭიროა, რომ შესაბამისი მუხლით აღიძრას საქმე და არა მხოლოდ ცემის მუხლით. აქ მოხდა ადამიანის სხეულის დაზიანება და როგორც გითხარით, 4-ვე გახლავთ საავადმყოფოში. ადგილზე მდგომარეობა არის მძიმე და ამავე დროს მოუწოდებ ჩვენს წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოძიების დასრულებამდე ვთხოვ, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში ჩინელ დამსაქმებლებთან. წევრები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან, სხვადასხვა საწარმოებიდან მიემართებიან ზვარეში, ჩვენ მათ მოუწოდებთ და მოუწოდებთ თქვენი საშუალებითაც, რომ მშვიდ ვითარებაში შევეცადოთ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა არის შემაშფოთებელი და ამაღლებელი, მშვიდ ვითარებაში მივცეთ გამოძიებას საშუალება, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ამ ვალდებულებებს ის ვერანაირად ვერ, ესე ვთქვათ, აულის გვერდს, იმიტომ რომ ეს გახლავთ კონტრაქტორი კომპანია, სადაც საქართველოს რკინიგზას აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ამ ჩინურ კომპანიასთან. კონტრაქტის პირობები ეს არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ გვირაბის ერთი თავიდან მეორე ბოლოში გაყვანა. იმ კონტრაქტში არის დასაქმებულთა უფლებების შესახებ, იმ კონტრაქტში არის იმ მდგომარეობის შესახებ, რამდენი ადამიანი უნდა დაასაქმონ, რა პირობებში უნდა დაასაქმონ და ასე შემდეგ. ყველა ეს პრობლემა ბუნებრივია, საბოლოო ჯამში მიდის კონტრაქტის ხელმომწერ კომპანიასთან და ეს გახლავთ სახელმწიფო კომპანია ხავს უსვამ და არა კერძო კომპანია საქართველოს რკინიგზა. Marneolin mərkəzi bazarında satıcılardan və alıcılardan birinin arasında söz qarşıdurması nəticəsində hadisə acı sonla bitib. Bazarda ticarətlə məşğul olanların dediklərinə görə avtomobillə bazarın içinə daxil olan alıcı Marneoli sakini satıcı Məlahət Məmmədovanın tərəvəzlərini əzib və daha sonra aralarında münaqişə yaranıb. Qarşıdurma zamanı Məlahət Məmmədovanın halı pisləşərək vəfat edib. Qışqırıq səsləri və qadının vəfat etdiyini eşitdim. Hər şey bir anda oldu. Bilmirəm, oğlan qadını vurdu ya necə oldusa qadın rəhmətə getdi. Qadının 3 uşağı var, onlardan biri əlildir. Heç kim demədi, yox, heç kim də heç də demədi. Elcə gəldim dedim, nə olub dedilər, öldü. Səbəbini? Hə, səbəbini yox. Maşınla mı keçib belə? Maşınla keçirmiş, hə. Mən bilmirəm, mən də eşidib gəlmişəm burada heç. Səsküyə yığışdıq, sözlü qarşıdurma yaranmışdı. Qadın yerə yıxıldı və rəhmətə getdi. Mən fiziki təzyiq görmədim. Təcili yardım çağırdıq. Direktora zəng etdik, gəldi. Təəssüflər olsun ki, qadın vəfat etdi.
Azərbaycanlı rejissor İmam Həsənovun Müqəddəs İnək filminin nümayişi Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzində nümayiş olundu. Filmdə bir azərbaycanlı ailə təsvir olunur. Filmin baş qəhrəmanı Tapdıq kəndə Avropadan inək gətirməyi arzulayır ki, kasıb ailəsinin şəraitini yaxşılaşdırsın. Tapdığın bu fikrini yerli kəndlilər birmənalı qarşılamırlar. Bu rejissorun ilk işidir. Film beynəlxalq festivallarda 3 mükafat alıb. Filmin nümayişi Gürcüstanın müxtəlif bölgələrində keçirilir. Bədii filmdə real personajlar yer alır. Düşünürəm ki, film çox maraqlıdır. Film mənə çox gözəl təəssürat bağışladı. Bugün Marneuli Məşğulluq Mərkəzində gözəl bir filmə baxdıq. Bu film Avropa inəyindən bəhs edir və bu da çox adət-ənənələrdən bəhs edirlər və Avropa inəyinin nə qədər xeyirli olduğundan, gəlirli olduğundan bəhs edir. Mən şəxsən film çox xoşuma gəldi, çünki orada Azər adət-ənənələri, Azərbaycanda həyatın necə olduğundan göstərirlər. Buna görə çox xoşuma gəldi, çünki hər şey o çox təbiidir və çox istəyərəm ki, belə filmlər çox çəkilsin və biz də onun təqdimatında iştirak edək. Buna görə bütün film avtorlarına təşəkkürümü bildirirəm. Mənim məqsədim əslində çox sadə olub, adi sıravi vətəndaşın həyatını göstərmək və real həyatı göstərmək Azərbaycanda. Yəni, biraz reallığa daha yaxın olmaq və əlbəttə ki, çox maraqlı olub mənim üçün. Mən qəhrəmanımla bir yerdə böyüdüm. Sanki onların uşaqları, siz filmdə də görə bilərsiniz ki, uşaqlar hətta böyüyür, hətta inəyin balası böyüyür. Biz bunu görürük, vaxtın keçdiyini bilirik və mən böyük həvəslə və istəklə, sevgi ilə bu film üzərində işləmişəm. Film ilk dəfə dünya premyerası İttifada olub Amsterdamda və Hot Dogs'da iştirak edib və digər festivallarda və prizlər isə olub Los Angeles'da və 3 priz almışıq orada. Ən yaxşı dokumentari, ən yaxşı operator işi, ən yaxşı rejissor işi və digər mükafat isə Koreyada olub. Orada da educational film festival olduğuna görə, filmdə education olduğuna görə orada da priz special jury mention almışıq. Xaraqauli rayonunun Zvari kəndində Çin şirkəti Çinin 23 bürosu ərazisində Gürcüstan və Çin vətəndaşları arasında baş verən qarşıdurma ilə bağlı fövqəladə mətbuat konfransında Birləşmiş İttifaqların rəhbəri danışdı. İrakli Petriyaşvili baş verənlə əlaqədar Gürcüstanın dəmir yolunun da cavabdehlik daşıdığını vurğuladı. Aldığımız məlumata görə onlardan 4 nəfəri xəsarət alaraq xəstəxanaya yerləşdirilib. Xaraqauli rayonunun Zvari kəndində Gürcüstan və Çin vətəndaşlarının arasında fiziki təzyiqli münaqişə yaranıb. Kənd əhalisi odun daşıyarkən Çin vətəndaşları odunun özlərinə məxsus olduğunu deyərək fiziki təzyiq göstərməyə başlayıblar. Gürcülərdən 2 nəfər xəsarət alaraq Xaraqauli rayon xəstəxanasına yerləşdirilib.